რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის სამაგალითო. კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის გამოცდილების აღება copy-paste-ის გაკეთება არის შეუძლებელი. შემდეგ გაითვალისწინოს კულტურულ, სოციალური და ისტორიული წარსული, რომელიც შენ ქვეყანას გააჩნია, უნდა პირველ რიგში, როცა ეკონომიკაზე არის საუბარი, ხასიათი და შრომის უნარიანობა უნდა გაითვალისწინოს შენი მოსახლეობის. თუმცა რაღაცა კონტექსტით, ბოლო 40 წლის კონტექსტით ძალიან გავს და მახსენდება ხოლმე ესტონეთის მაგალითი. ტერიტორიულად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა იყო, ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ჩვენნაირად ჰიპერინფლაცია ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ტერიტორიული თუ მოსახლეობრივი ცხოვრობით თითქმის ერთ დონეზე ვიყავით მაშინ. მათ შეძლეს, რომ მოეწყოთ სახელმწიფო ეკონომიკა ისე, რომ ინვესტიცია ჩაედოთ ადამიანებში. მაშინ, როდესაც შენ არ გაქვს რაღაც დიდი ბუნებრივი რესურსები, შენ არ გაქვს დიდი თანხა, რომ პირდაპირ რაღაცა ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და წარმოება გააჩაღო ქვეყანაში, შენ გჭირდება, რომ ჯერ ამისთვის მოიტანო თანხა, ხო? მათ ჩადეს ინვესტიცია ადამიანებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ დააფინანსა სახელმწიფო მიზანმიმართულად 10 წლის განმავლობაში, ამის ძალიან საინტერესო შკალა არსებობს ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების სფერო, რაც მაშინ სხვანაირად იყო თარგმნილი და დასათაურებული. და რამდენიმე წელიწადში მათ საუნივერსიტეტო ბაზაზე შეიქმნა ისეთი ტიტანები, მაგალითად როგორც არის Skype, Bolt-ი, რომლებიც 10 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა ამ სფეროში, გახდნენ თავადვე ამ სფეროს დამფინანსებლები. მთელი მსოფლიოდან ადამიანებს თავიანთი იდეები და სტარტაპები მიაქვთ ესტონეთში, რომ დაარეგისტრირონ, იმიტომ რომ არის შესაბამისი გარემო, განვითარებული და ეკოსისტემა და მილიარდობით დოლარის ბაზარი შექმნა სახელმწიფომ და სახელმწიფოს სწორმა პოლიტიკამ არაფრიდან ფაქტობრივად ჰიპერინფლაციით.